როგორ მუშაობს ტოტალური იგნორი. სანამ დაგშორდება ქალი, ის ადარებს რეალობას და ფანტაზიას. ანუ შენთან ურთიერთობას ადარებს გამოგონილ მამაკაცთან ურთიერთობას. გამოგონილ მამაკაცს ამჯობინებს და მაგიტომ გშორდება. ზუსტად ამიტომ სანამ არ ჩამოინგრევა ეგ ყველაფერი, მანამდე არავინ მოვა შენთან და ბოდიშს არ მოგიხდის. როგორ მსჯელობს მამაკაცთა უმრავლესობა დაშორების შემდეგ. აიგავა ახლა 2-3 თვე და ქალი მიხვდება თუ ვინ დაკარგა, ინანებს და გამოიქცევა მასთან. რაზე დაყრდნობით გგონია ეგ გაუგებარია. შენ საერთოდ ხვდები რომ ბრედ პიტს უწევ კონკურენციას. იმიტომ რომ მსგავსმა მამაკაცმა ერთხელ მას ფოტო დაულაიქა. ქალს აქვს დატომბული თავის ქალა იმ იდეებით რომ ბევრად მეცე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია და სანამ არ ჩამოინგრევა ეგ ფანტაზიები, მანამდე შენთან ურთიერთობის აღდგენა მისთვის უინტერესო კი არა კოშმარია. ეგ არის სასჯელი მისთვის. ზუსტად მაგაზე იქნება ტოტალური იგნორის ხანგრძლივობა დამოკიდებული. ანუ რამდენად სწრაფად ჩამოინგრევა ის სულელური ფანტაზიები. ეგ შეიძლება გაგრძელდეს ნახევარი წელი, 1 წელი, შეიძლება მეტიც. პრაქტიკამ მიჩვენა რომ მამაკაცებს ეშინიათ როგორც იგნორიდან ნაადრევად გამოყვანის, ისევე ზედმეტად არ ვამყოფო იგნორში ქალი და ბოლომდე არ დავკარგო. ზედმეტის ნამდვილად არ უნდა გეშინოდეს, რადგან ზედმეტად ვერ ამყოფებ ქალს იგნორში. ის აუცილებლად თავისით გამოვა. როდესაც ტივტივა გამოძრავდება, მხოლოდ პროფესიონალმა მეთევზე მიცის ზუსტად რა მომენტში უნდა მოკაჩოს ანკეს. თუ შენ არ გაქვს წარმატებულად ჩატარებული მინიმუმ 5 ტოტალური იგნორი, მაშინ ნამდვილად არ უნდა იჩქარო. დაელოდე რომ ტივტივა ბოლომდე ჩავიდეს წყალში და მხოლოდ მაშინ მოკაჩე. ანუ როდესაც ყოფილი გწერს რომ ძალიან მოენატრე, ან შენს გარეშე აღარ შეუძლია სინამდვილეში ის ჯერ არ არის იგნორიდან გამოსაყვანად მზად. იმიტომ რომ მაგ მომენტში ის თავის თავზე და თავის გრძნობებზე საუბრობს. ბოდიშს არ იხდის, არ ნანობს, კონკრეტულს არაფერს გთავაზობს. შესაბამისად თავისი შეგრძნებების შესახებ ჯობია წავიდეს და ქალს მოუყვეს ან ვინმე ფსიქოლოგს და არა შენ. ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს ეგ ყველაფერი. ჩვენთან მხოლოდ კონკრეტული კონსტრუქციული შემოთავაზებებით უნდა მოვიდეს ქალი.